კეთი მინდა მაინც მოსახლეობამ ნახოს, მოვბრძანდით. ნახოს ეს არის კიდევ ჩვენი ჯეტურის და დაგვემატა ახალი ჯეტური. კი ბატონო. აი ეს არის ჩვენი სტენდი, რასაც ქვია, კუთხე თუ რა ვიცი, როგორც გინდა ის დაარქვი და კეთი, ეს მართლა ჯეტურების წვიმაა საქართველოში კი არა მარტო და ჩვენ ბევრ ქვეყანაში ვყიდით აი ამ ჯეტურებს და გაყიდვებში ყველა ავტომობილი ჩაანაცვლა და ყველაზე მეტი იყიდება. იმიტომ რომ თქვენი ცენტრი არის საქართველოში და არა მარტო საქართველოში ნომერ პირველი. დიდი მადლობა. ახლა აქეთ მოდი შევიხედოთ კიდევ. აქ არის კიდევ გაყიდვების ოთახი ავტომობილების, ეს ჯეტური იქნება თუ სხვა, მოგბრძანდით. აქ არის კეთის ოთახი, კეთი ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. კეთემ თავისი აპარატურა, რა ვიცი, ყველაფერი დაალაგა, მიაწყო, მოაწყო და კეთი მშვენივრად გზნობ თავს, ხო? და ეს ჯეტურების გაყიდვის ოფისია, ხო? ესეც და გვერდზეც. და გისურვებ წარმატებას. კაი გოგო ხარ და დარწმუნებული ვარ, უფრო მეც გაყიდი. ახლა რაც შეეხება გაყიდვების მენეჯერებს, უშუალოდ აი ამ ცენტრის გაყიდვების მენეჯერებს და მის ხელმძღვანელებს, აქ არიან ბიჭები. კოტე არის ახალგაზრდა კაცი, ლამაზი კაცი, ჭკვიანი კაცი, უღალატო კაცი და აქ არიან ბიჭები, რომლებიც დღე და ღამე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სვიადი უკვე სტაჟიანი თანამშრომელია და ყველაფერს აკეთებენ შალვას. დედამიწის ზურგზე ვინმე თუ არის, ყველა იცნობს, იმიტომ რომ ჩვენი იურისტიც არის და ერთი წამყვანი პიროვნება. ეს ბიჭები ყველაფერს აკეთებენ ამ გაყიდვების დარგში კეთისთან ერთად, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ. აბა, წამოგბრძანდით. აი, ჩემი ერთ-ერთი ოცნება რა იყო. ახლა ერთ საიდუმლოს გეტყვით კიდევ. აი, კეთი იმდენი გამოსვლის შემდეგ იმდენი შეურაცხყოფა ავიტანე, იმდენი დამცირება, იმდენი პრობლემები ისევლე შემიქმნეს და ისევლე შემექმნა, რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ აი ეს არ გამეკეთებია არც აქ, არც იქ, არც იქ. მე უპირდები საქართველოს მოსახლეობას. თქვენ ნახავთ ხვალ ზეგ ერთი თვის განმავლობაში მე დავასაქმებ საქართველოში 10-დან 15,000 ადამიანს. და იქ სადღაც რო იკრიბებიან ბიზნეს ასოციაციაში, იქ არიან პარლამენტარების ბიზნეს